რატოა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე? ჩვენმა ერმა ანდრია მოციქულის შესვლისთანავე აირჩია ქრისტეს გზა. ამ გზაზე დადგა, ქრისტეს გზაზე დადგა მთელი ჩვენი ერი და დღემდე თუ რამე ჩვენი ქვეყანა მოიყვანა, მოვიდა ქრისტიანობით, მოვიდა მართლმადიდებლობით. მეოთხე საუკუნეში მე წმინდანინო ისე განაახლა ეს სარწმუნოება საქართველოში, კიდევ უფრო განამტკიცა და მეოთხე საუკუნეში უკვე ქართული უკვე სახელმწიფო გახდა უკვე მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა. მეექვსე საუკუნეში უკვე ასურელი მამები შემოვიდნენ და ეს ბერობა აღორძინეს საქართველოში და უკვე ბერული სკოლა დააწყეს საქართველოში და უკვე სკოლები დაარსდა და უკვე ეს უდიდესი მონასტრები ზედაზენი, შიომღვიმე, დავითგარეჯი, იხალთო ესენი და ეს მონასტრები ჩამოყალიბდა ამ დიდი მამების მეშვეობით და ეს საოცარი მონასტრები ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში და რაღაცა მერმა თავიდან ბოლომდე აირჩია ქრისტეს გზა და ამ გზაზე დადგა ეს ერი. და დღევანდელ დღეს ესე არის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასიანების დღეს, რომელსაც ეს ქალაქი თბილისი დაარსა. და მის დამსახურება დღეს ეს ქალაქი დედაქალაქია და შეეწიო შუა ქვეყანას წმინდა ვახტანგ გორგასლის მადლი. და რა დაგვიტოვა ანდერძად? ჩვენ ქართველებს რა ანდერძი გვაქვს წმინდა ვახტანგ გორგასალმა? ესეთი ანდერძი დაგვიტოვა წმინდა ვახტანგ გორგასალმა. ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. რამეს და ვინმეს კი არ ეძიებდეთ. არ რომელიმე ქვეყანას, ამასთან და იმასთან ყოფნას. ქრისტესთან ყოფნას ეძებდეთ და ქრისტეს გამო სიკვდილს ეძებდეთ. ეს ანდერძი დატოვა ვახტანგ გორგასალმა. ეს ანდერძი გვაქვს ქართველებს ჩვენ არავინ და არაფერი არ გვჭირდება ქრისტეს გარდა. ქართველი კაცის აზრი და ფიქრი უნდა იყოს, რომ საშიშროება ის კი არ იყოს რამეს და ვინმეს დავკარგო. საშიშროება უნდა იყოს ადამიანს, რომ ქრისტეს რო კარგავ ესა საშიშროება. თუ ადამიანს ქრისტე არ ყავს, ყველაფერი დაკარგული ყავს და ყველაფერი და ქრისტესთან ერთად თუ ხარ, მაშინ სიკვდილზეც კი მზად უნდა იყო, როგორც წმინდა ვახტანგ გორგასალმა უნდა ეძიებდეთ ქრისტეს სიკვდილს და მაშინ შეიძლება თავით გაწირო, მოკვდე კიდევაც. თუ ქრისტეს ეხება ეს ყველაფერი და ქრისტესთან ერთად თუ ხარ, მაგრამ ქრისტეს გარეშე არაფერს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში. სულ რომ ადამიანს ყველაფერი ქონდეს, სულ რომ ყველაფერი ქონდეს. დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ყველაზე ჯანმრთელი, ყველა ადამიანი შეიძლება გემსახურებოდეს. და ქრისტე თუ არ აქვს, რა აქვს შენ ცხოვრებას რა აზრი აქვს? თუ ქრისტე არ აქვს. და სულ რომ ყველასგან მიტოვებული იყო. ყველაზე გაჭირებული ადამიანი იყო დედამიწაზე, ყველაზე უგაჭირებული ადამიანი, ყველასგან მიტოვებული. და შენ რო ქრისტე ყავდეს. შენზე ბედნიერი ადამიანი ვინ არის და რა იქნება? შენზე უნდა იყოს რომ ქრისტე ყავს, სამყარო შემოქმედია შენი მეგობარი. და ეს ყველაფერი იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა, ეს ყველაფერი იცოდა ქართველებმა, იმიტომ რომ ანდრია მოციქული როცა შემოვიდა საქართველოში, მან იცი რა უქადაგა ქართველებს, ქრისტესთან ერთად იყავითო. მან ქრისტეს შესახებ მოუყვა, ანდრია მოციქული ჩამოვიდა საქართველოში, ქრისტეს შესახებ მოუყვა ქართველებს და უთხრა რომ აი ესეთი იყო განკაცებული ღმერთი მოვიდაო და განკაცებული ღმერთი თქვენს გამო ჯვარზე გაეკრავა. თქვენ ხომ მას არ იცნოდითო, მაგრამ ეს ღმერთი თქვენთვის ჯვარზე გაეკრავა. რომ თქვენ გადაერჩინეთო და თქვენ ადამიანებსო ყველას გელოდებათ მარადიული სამოთხე, რომ მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა, იმიტომ რომ თქვენ ყველანი ცხონებული ყავითო, თქვენ ყველანი გადარჩენილი ყავითო. ეს უგადაგა ანდრია მოციქულმა ქართველებს. ეს იქადაგა საქართველოში და ქართველები მიხვდნენ ამას და დაიწყეს ქრისტესთვის ცხოვრება. და მთელი ჩვენი ისტორია არის ქრისტესთვის წამების ისტორია. ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება კვდებოდით ქრისტესთვის. სულ ვაკვდებოდით ამას. სულ გვაწამებდნენ ქრისტესთვის, ამიტომ ყავს ამდენი მოწამე, 100,000 მოწამე, 6,000 გარეჯელი ბერი, სულ ქრისტესთვის ჩვენ თავზდეთ, იმიტომ რომ ქართველმა კაცმა გაიაზრა ეს. და როგორც კი ქართველი კაცი ქრისტეს გარეშე რჩებოდა და ამ სარწმუნოებისგან განზე გადგებოდა, იმ წუთშივე მოდიოდა ქართულ კაცზე დიდი განსაწერი. იმ წუთშივე ნადგურდებოდა ქართველი ერი, უკან იხევდა, ძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა ქართველი ერი და თუ ქართველი კაცი ღვთისკენ მიდიოდა და ღვთის გზაზე იდგა ქართველი კაცი, მაშინ მას უდიდეს წყალობა ჰქონდა ღვთისა.